აქ რომელიც ყოველთვის რაღაცნაირად აი ამ ბრძოლას მე მახსოვს ჯერ კიდევ საპროტესტო აქციების წინ თქვენ ხშირად მომისმენია თქვენგან რომ ამას აუცილებლად მოყვება პროტესტი გაყალბებულ არჩევნებს რუსულ ორიენტაციას არ შეიძლება რომ ამას არ მოყვეს პროტესტი და ამას ამბობდით მაშინაც კი როცა ამის თითქოს ნიშანწყალი არ იყო პროტესტისა და ახლა ჩვენ ვხედავთ რომ 120 დღე არის რომ ადამიანები დგანან ქუჩაში და როგორც ქალბატონმა ეთერმა აღნიშნა ახლა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს პროტესტი აერთიანებს არა მხოლოდ აი ამ ძველ თაობას ვინც საკუთარი ვისაც თავისი წვლილი გაუღვია ამ პროტესტში ვინც 9 აპრილის მონაწილე არ მაგრამ ახალგაზრდა თაობასაც ძალიან კარგად აქვს გათავისებული თავისუფლების ფასი 31 მარტის მნიშვნელობაზე მინდა გკითხოთ თქვენ რამდენად მნიშვნელოვანი არის ასე ვთქვათ კიდევ ერთხელ არ ვიცი რაღაც გავალღვივოთ ეს ისტორიული მეხსიერება ვისაუბროთ ამ რეფერენდუმზე და შევახსენოთ რეჟიმს რომ ქართულ ხალხს მიღებული აქვს ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ბევრი ხნით ადრე როგორ ქვეყანაში უნდა ცხოვრება და ეს არის თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო ძალიან დიდი მადლობა ვიკა ამ დღეს და ამ დღის თემასთან დაკავშირებით რომ მომიწვიე. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მივესალმები TV პირველის მაყურებელს. აქ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა ქალბატონო ეთერ როგორი გულით ამოთქვით ყველაფერი რაც იმ დროს იმ თაობამ დადო. ჩვენ მაშინ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და ერთ ნაწილს წარმოვადგენდი ახალგაზრდობისა, რომელიც აქტიური იყო. შესაძლებელია ჩვენ არ ქონდა იმდენი ცოდნა, შესაძლებელია მაშინ არ ქონდა იმდენი ინფორმაცია, მაგრამ ერთი მთავარი რამ იყო. ჩვენ წრფელად ვიბრძოდით თავისუფლებისათვის. ჩვენ წრფელად ვიდექით იმ გზაზე, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა ჰქვია დღეს. 31 მარტი ეს არის არა უბრალოდ უმნიშვნელოვანესი დღე, არამედ საქართველოს ისტორიისთვის ის გაუხუნარი და ოქროს ფურცელი, რომელსაც ვერასოდეს ვეღარაფერი ვერ შეცვლის. იმ დროს საძირკველი ჩაეყარა საქართველოს მოქალაქეების მიერ, ქართველი ხალხის მიერ და მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელი სხვადასხვა ეთნოსის მიერ არჩევანს, რომ გახმოვანდა ის ისტორიული მნიშვნელობა და ის ისტორიული სული, რომელიც ქართველში იტო. ყველა იდგა იმ ბიულეტინთან თავის თავთან და ის არჩევანს აკეთებდა ქართული სახელმწიფოებრიობის სასარგებლოდ. დიახ, ეს არჩევნები გაიმართა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, დღეს რომ ოკუპირებულია. ეს არჩევნები გაიმართა აფხაზეთში და საოცარია 97%-მა მისცა აფხაზეთის ტერიტორიაზე აი ამ დამოუკიდებლობას ხმა. ეს არ არის პატარა ციფრი და 99-ს უახლოვდებოდა ამის სული ამომრჩევლის რაოდენობით მიღებული ხმა დამოუკიდებლობის სასარგებლოდ. ეხლა ვიღაცებს თუ სურვილი გაუჩნდათ რომ რაიმე შეცვალონ, ვერ შეცვლიან. იმიტომ რომ ამ დღეს აქვს პოლიტიკური ღირებულება. ის კანონიერი გზით არჩეულმა ხელისუფლებამ დანიშნა და აი ამ ხელისუფლებამ მიიღო იმ დოკუმენტის საფუძველზე, რაც ამომრჩეველმა ხმა მისცა, გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომში 9 აპრილის დღეს გამოცხადდა ხელმეორედ დამოუკიდებლობა. ჯერ ქონდა 26 მაისს და შემდეგ 9 აპრილს. მეორე მას გააჩნია სამართლებრივი სახე. ესე ადვილი არ არის, რომელიმე ხელისუფლებამ კოლაბორაციონისტის კოსტუმი მოისხას და შემდეგ კარგად მოიგოს და უცებ საქართველოს გააქანოს ისევ იმპერიული რუსეთისაკენ. ჩვენ გვიჭირავს ეს დოკუმენტი ხელში და საბედნიეროდ ის ადამიანები, ვინც ხმა მისცა, ვინც იმ დროს იბრძოდა, მოქმედებებს ეწეოდა, ჩართული იყო ეროვნულ მოძრაობაში, ისევ აქტიურად დგას ერთი დიდი ნაწილი იმ საყვარელ თაობასთან ერთად, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა და აი ესე სათუთად მოაქვს გადაკეტილ რუსთაველზე ერთ ქალაქში, ერთ ქუჩაზე და მისი მასშტაბი გაიზარდა. დღეს ამ თავისუფლებას ეჭირება არ მინდა ეჭირება ვიხმარო, დაკავებულია ჟურნალისტი, რომელიც იძახის რომ არ იყო ეს გვიან გაგრძელება
გაგრძელდეს ბრძოლა. დაკავებულები არიან ახალგაზრდები, ესე იგი ამ ყველაფერს აზრი აქვს და ბოლოს ეს იყო მორალური ღირებულება. პოლიტიკურ ღირებულებასთან ერთად, იმ ისტორიულ და სამართლებრივ ღირებულებასთან ერთად, მორალური ღირებულება, რომლითაც ჩვენ ავირჩიეთ გზა თავისუფლების, სახელმწიფოებრიობის. მისი წართმევა არათუ იოლი არ არის, მე ვთვლი რომ შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ბევრი ხვაღორღია ჩამოშლილი და ამ გზას გაყვავა სჭირდება. დიახ, ის პირველმა პრეზიდენტმა თავის დაბადების დღეს დაამტყია და მთლიანად დაამტყია არაშეგნებულად. არა, ეს შემთხვევით მოხდა სრულიად. ეს გავრცელდა თითქოს დაამტყია. არანაირ დამტყვევა არ იყო. შემთხვევითობა იყო. დაამტყია არა, იმიტომ რომ თავის დაბადების დღე იყო, იმიტომ რომ საერთოდ არის ხოლმე კვირადღეს არჩევნები, მოკლე დროში და იმ ვითარებაში კარგად გრძნობდა ის ხელისუფლება, როგორი მოკლე დრო იყო იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი დოკუმენტები მიეღო და ჩვენ 31 მარტის საფუძველზე ხელმეორედ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. ეხლა დღევანდელ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვართ, ჩამოგვეშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, ჟურნალისტი და ჟურნალისტები ციხეში არიან, მსახიობები, ახალგაზრდები და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი სამართლებრივად ხდება ფორმატი. ანუ ჩვენ ვართ ავტოკრატიაში, ტოტალიტარიზმია, დღევანდელი განცხადებით, რაც ჩვენს გადაცემამდე წამოგვეწია, ეს უკვე აჩრდილია დიქტატურისა. ამისათვის აუცილებლად ბრძოლაა და მოქმედება საჭირო. გონივრული მოქმედება და თავდაუზოგავი ბრძოლა. რატომ მოიგო ეროვნულმა მოძრაობამ და იმ დროს იმ თაობამ და მთლიანად საქართველომ, იმიტომ რომ ეს იყო წრფელი ბრძოლა, ეს იყო თავგადაკლული ბრძოლა და ეს იყო იდეისთვის ბრძოლა. აი ამ გზის გაგრძელება დღეს ხდება. აბა ეცადეთ ხელისუფლების კოსტუმში გამოწყობილო ადამიანებო და შეაჩერეთ. შეიძლება სირეხნით რაღაცა ნაწილში გაჩერდეს, მაგრამ თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა თქვენი საკუთრება არ არის. ეს უკვე ისტორიაა 31 მარტით ძალიან მყარად ჩასხმული საქართველოსთვის და 9 აპრილს ხელმეორედ გამოცხადებული დამოუკიდებლობით. ამ გზაზე ბრძოლა, თავისუფლება და მოქმედება უმნიშვნელოვანესია. მას სჭირდება მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა გარკვეულ საკითხებზე, ჩვენი ღირებულება ევროპული ღირებულებისკენ სწრაფით გაერთიანებული და ეს აუცილებლად ხდება. ჩვენ ცოტა დრო გვაქვს, 2 წუთი